ვაგზელე ფულიშონას ჯეტია ხუჩიდა ავარიული დაშვებას მეიდეი გვიშვალეთ ერთი წამი გაჩი ვახ შენი ოპა რა ჯანდაბა მოხდა ბიჭო ეს რა იყო რა მოხდა ბიჭო თო სადღაც მივდიოდით ახლა მომავალს უნდა გადავსულიყავით ერთი წელი რაღაცა მეხი დაგვესა მგონი რომელი წელია კი მაგრამ მაგასაც არ გვეჩვენებს ისევ იმ დროში დაგვაბრუნდა ბიჭო სადაც ვიყავით ქალბატონო რომელი წელია ერთი წამი ბიჭო ხალხი რანაირად დადის ხალხი უცნაურად ადის, ხო? ბიჭო, ეს რომელ წელში ვარ გადავსულები? არ ვიცი, მაგრამ ეხლა ვეუყოთ ეს 10000 ლაიქს უკინათ რომ ხვალვე დაიდოს მომდენო ვიდეო და დააჭერეთ απλა წითელ subscribe relax. რაღაც უცნაურობა ხდება, მაგრამ ერთი აბა უფრინდ. რაო? ვახ, გაფუჭებული არის ჩვენი მანქანა. გაფუჭდა? რომელ წელში ვართ? ბიჭო, მანქანას გაფუჭდა, თო ზევით, რაღაცა გქო გაფუჭებული, მაგას გვიწერს, თო. წამო აბა ერთი ერლის custom-ში. აშკარად იმ დროში ვარ დაბრუნებულები, საიდანაც დავიწყეთ, მაგრამ რაღაცა მოხდა. აუ ბიჭო, მეღადავები ერთი წამი. ეხა ეს მანქანის გაფუჭება მინდოდა, ხო თქვი რა რაღაცა პროვოდები აქვს, და რაღაცა მეხმა და მეხი დაგვეცა მოკლედ რა. ხადაო. ხალხი ძმა ხმას არიღებს, როგორ გავაკეთო ეს, ჩემი ძმა რომელი წელია? რაო? რამდენი და ზეილოპანაკა მაგანტო? არ ვიცი, ერთი წამი წავიდეთ, აბა ერთი აქ. აუ მინდი რა აფრინდი ძმაო რა. რაღაცა გაგვიფუჭდა, მეღადავები ელეს custom-ში მივიდეთ და იმედი მაქვს დაგვეხმარებიან გაკეთებაში, თორე მენა დაგვერხა. ხალხი ლაკები არაფერს არ შვება. მინდი რა გაკეთი რა, არა ძმაო, დაბლა არც თვეს გვიწერს, არც დღეს, არც არაფერს, ვაფშე არაფერს. აბა ერთი ამას დავაჭირო აქ, შევიყვანო მონაცემები ერთი წამი. ოპა, აი გასწორდა რაღაც. რაღაცა მგონი. პროვოდების გადაბაიყო, აბა მიდი აფრინდი. წავიდა, ოპა, ეგ არის ძლივს, იმენა გასწორდა. უნდა აღნიშნოთ 10000 ლაიქი და წავედით ახლა შევიყვანოთ 2050 წელი, დავაი. წავიდა. Let's go! მიდი. ოპა! ოპ. საწავედით თო? სადა ვარდო? ჰა? გამარჯობა ფრანკლინ წარსულიდან. როგორ ახარ? ფრანკლინ წარსულიდან? ვინა, ბიჭო, როგორ გავსტო? ერთი წამი. ამანქანას კიდევ ისეთი რაღაც დაემართა და. ვინ ხარ? ჰა. ვახ, რა ახალგაზრდა ხარ, რა დრო იყო, ნეტა სულ არ მიყიდე ეგ დროის მანქანა. ვინ ხარ ძმა არ მოგიკიდო ეხა ბებია შენ ბიჭო. სიჯი. რა იცი ბიჭო ვინ ვარ? ფრანკლინ, ეს ვინ არის ბიჭო? რა სიჯი, რა ფრანკლინ, საიდან ვიცნობ, ან მე რატომ გავხარ? ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ვერაფერს. რას უნდა ხვდებოდე? ბიჭო, რომელი წელი ჩაწერე? 2050 კი არა. წერა კითხვა რომ ესწავლობინა ბებია შენთვის სწორად ჩაწერდი. ეხლა ხართ 2550 წელში. 2550 წელში და სად ვართ? ეს ლოს-სანტოსია. ოღონ სიური ქალაქი. რა ძმა? ეხლა არ გამაჭედინო ბიჭო, სად ვარ მეთქი? სიურ ქალაქში. ყველაფერი ზუსტად მანქანის ყიდვიდან დაიწყო. ჯერ კიდევ გააქვთ დრო რომ შეაჩეროთ ეს პროცესი. რას გულისხმობ ძმა? და ხო ალბათ უკვე ახლა შეამჩნევთ Mobile Gaming-ს, რომელიც ჩემს ახალ Galaxy A25 Ultra-სთან ერთად დავიწყე და ნუ რა ახალი მოკლედ თითქმის უკვე 2 თვე არა თვენახევარია მაქვს. წესწავდა, აი ყველას მინდა გირჩიოთ, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გინდათ რომ smartphone-ი გამოიყენოთ, იყოს კომფორტული, იყოს AI ფუნქციებით დახუნძლული და თქვენი ყოველდღიურობა გაამარტივოს და ასევე ითამაშოთ თქვენთვის საყვარელი თამაშები კომფორტულად, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი თამაში და მე რამდენი სტრიმი გადავიღეთ. ერთხელაც არ გახურებულა და სხვათა შორის Samsung-ს აქვს ისეთი ფუნქცია, რომლის წყალობითაც თქვენი smartphone-ი არასდროს დაჯდება. და ამის ვიდეო მე TikTok-ზე მიდევ შეგიძლიათ ნახოთ. ხოლო ეხლა ეს პატარა აჭრა Galaxy S25 Ultra-ზე, იმიტომ გავაკეთე რომ community-ში დავდე პოსტი, სადაც მომდენო mobile stream-ისთვის გამოკითხვას ვატარებ და მინდა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თამაში მაქვს ასარჩევი, რომელი მძლავრი თამაში გავსტრიმო მომდენო stream-ზე, რომლის კონკრეტული რიცხვიც community post-ში არის მითითებული. ამიტომ დაწერეთ კომენტარებში რა სიტყვით ჩემს ახალ smartphone-ზე როგორ მოგწონთ დიზაინის ხრივ კიდე ძალიან მაგარია, მე ესე ვფიქრობ და მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა და რომელ თამაშსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, იმას გავსტრიმავთ. რა ძმა ბიჭო, მე შენ ვარ ოღონ მომავალში. მე შევქმენი ისეთი წამალი, რომელიც ადამიანს უკუდავს ხდის. და დღეს უკვე დაკავებული ვარ კიბორგების შექმნით. სამწუხაროდ დედამიწაზე ადამიანები გავანადგურეთ. ერთი წამი. დაიცადე, მე სად ვარ სიჯი, სად არის აქ სიჯის მომავალი. სამწუხაროდ სიჯი, შენ მომავალში აღარ არსებობ, ამიტომ თქვენ კიდევ გააქვთ დრო რომ რაღაც შეცვალოთ. ეს მანქანა არ უნდა გეყიდათ. ეს რატო უნდა მეყიდა ძმა? მოკლედ,
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არ მინდა მოყოლა, მაგრამ მოყოლა მომეწოს. წამოდით ან ვიაროთ, ჩემს ახალქმნილობას გაჩვენებთ. ეს რა ადგილია? სიური ქალაქი ლოს-სანტოსი. ღადა უჩემი, ხო არ ღადა 2550 წელს Black Mamba-ს რები გაუკეთებია. Black Mamba კიდე არსებობს? Black Mamba is number 1. Franklin, შენ ხარ შეჯმობას მიცავარ. Number 1. კიდე რა იყო? ნომერო 1. ჩვენი მერჩი რა შვი? ჩვენი მერჩი რა ვიცი, იყიდება, მაგრამ 14 წელი მაისური დარჩა ეხლა და მე რაღაცას ვიზავთ, მარა. ხალხო მოასწარით. რა დრო იყო ახალგაზრდობა? ძმა, იარაღი რას გინდა? ყოველი შემთხვევისთვის მე მაინც არ გინდობით, რა ვიცი, ახალგაზრდები ხარ თავში გიქრით. აი, ანუ ეხლა Franklin რა გამოდის, რომ შენ, ანუ მე 550 წელი უნდა ვიცოც, ხო კიდე? ხო და შენ ჯერ კიდევ გაქვს მეთქიდრო, რომ ეს ყველაფერი გააჩერო, იმიტომ რომ შემთხვევით ცივილიზაცია გავანადგურე. ეს რა არის, ბიჭო, სად ვართ, არ ვიცი, მაგრამ საღოლთ Black Mamba-ს და მსგავსი ვიდეოები GTA 5-ში არის უპრეცედენტო, იმიტომ რომ სად დავბოდიალოთ, ამას შეხედეთო. ისე Franklin შეძობას გაფიცე, მე რა მომივიდე. კიბურგების შექმნისას დაიღუპე. რისი შექმნისას მა? კიბურგების შექმნისას. ჩვენ უკვე ცოცხალი ძალა აღარ ვკმაროდა დედამიწაზე, ამიტომ გადაწყვეტილი ვქონდა, რომ კიბურგები ჩამოგვეყალიბებინა როგორც მარტო ამერიკაში კი არა, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი Black Mamba-ის ბანდის წევრები. და ერთ-ერთმა კიბურგმა გაჭედა და მოკლა. რა ცუდი სიკვდილი მქონია ჩემი? და ამიტომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ მეთქით რომ გადარჩით. არ გააკეთოთ ის ყველაფერი, რასაც მე გეტყვით, მაგრამ წამოდი ჩვენი კიბურგი უნდა გაჩვენოთ. და ეხლა მეორეჯერ მოკლა, სადაც წადით თავი გამანები. ეს გათიშული მყავს. მარტო ეს მყავს აქ მეგობარი, მეტი ამ ქალაქში არავინ არ არის. რა კიბურგი, ჩემი? ის რაღაც რო დგას, კიბურგია? მიდი. წამოდი, აბა მივუახლოვდეთ, როგორც ჩანს Black Mamba-ს მეგობრებო, ძალიან ბევრი მოუნდომებია და ანუ კიბურგების შექმნაზე იყვნენ გადასულები ტიპები და ეს რა არის, ბიჭო? იცანი სახეზე? ესეც მე მგავს. Franklin შეძმობას პიცავარ იმენა კიბურგი რა მახინჯი იქნებოდი იმენა. ჩემი ძმა. გესმის? მაგას არაფერი არ ისმის ახლა. მე ხადავები, ბიჭო. და ანუ რატო გინდოდათ ამ კიბურგების და ვიღაცების შექმნა? ანუ რა ცოცხალი ძალა არ კმაროდა თქვენ გამაგებინეთ? ესე იგი, თქვენ პირდაპირ აქ მოходით ახლა? არა, რაღაც დროში ვიყავით ამ მანქანა გაგვიფუჭდათო? არ ფუჭდება ეგ მანქანა ჭედავს ხოლმე რაღაცებს ვიცი მაგის არ გეთება. მოკლედ, თქვენ ახლა შანსი გაქვთ რომ გამოასწოროთ თქვენი ცხოვრება. მაგარი არასდროს ცხოვრობთ. მაგ ყველაფერს თუ გაყვებით, Franklin, მოხვალ 500 წლის მერე იქ სადაც ახლა მე ვარ. კარგია რომ დროის მანქანა იყიდეთ, გამომდინარე აქედან რომ ეხლა მე თქვენ გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ არ უნდა მოიქცეთ. როგორ არ მოიქცეთ ეგ გითხარებ ბიჭო, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ჩვენ უკვე ვიცით. კაი, აბა გისმენ მინდი. ესე იგი, თქვენ გაქვთ შანსი რომ Sky და იმას რა ერქვა ბიჭო მეორეს. კაი ჩემი. არა, კაი მერე იყო, ჩოპა. ჩოპა, Sky და კაიტო. ბიჭო, შეგვიძლია გადავარჩინოთ, ხო იცი? ზუსტადაც რომ ალბათ ბედისწერა იყო ეს მანქანა უნდა გიყიდა და ჩემთან ჩამოსულიყავით. მაგ ადამიანებს გადაარჩენ და დაიწყებთ ადამიანურ ბიზნესს. გეტოზე ყველა ბანდასთან უნდა გქონდეთ კარგი ურთიერთობა, გავლენები უნდა გქონდეთ, მაგრამ არც ბევრი არ მოინდომოთ და ყველაზე ბატონობა. კონკურენცია არის მთავარი. თუ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში ჩავარდება, ანუ შენ ხელში Franklin, ყველაფერს გავანადგურებ კიდე, იმიტომ რომ მე როცა ეს ძალაუფლება ხელში ჩავიგდე, ყველაფერი გავანადგურე. ძალიან ბევრი რაღაც მომიდა მე ბატონობა მომინდა და აი ესეთ მოვიდით ხო ხედავ შემთხვევით ცივილიზაცია გავანადგურე. და ეგ რანაირად მოახერხე? შევქმენი მფრინავი ქალაქი ლოს-სანტოსი, რომ აქ მინდოდა ამ ადამიანების კოლონიზაცია. რაღაცები. აქ ყოფილიყო ჩვენი სამფლობელო და დაბლა ჩვეულებრივ ქალაქში დაბალ ფენას ეზღურათ. ტიპს მასოვნობა და ერთი ამბები მონდომებიათო. რა რითვერ ერთობოდი კი, მაგრამ გამაგებინე. არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ, ეს ყველაფერი მოვინდომე, შემდეგ ხალხი არ დამემორჩილა, ერთ-ერთ ავტორი და ატომური ბომბი ვისროლე და გავანადგურე ცივილიზაცია. ამას მოგაურეკიან თულად. მაგას მე არ ვიზავდი, შანსი არ არის, შენ სხვა Franklin ხარ იმენა. ყველაფერს იზავდი და ამიჯერე, ყველაფერს. მოკლედ, ბიჭებო, ეხლა უნდა დაბრუნდეთ. ეს მანქანა ყავდეთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს მანქანაც საბოლოოდ უნდა გაანადგუროთ, იმიტომ რომ სწუნებაა მაინც ყოველ შემთხვევისთვის და გთხოვთ, გადაარჩინეთ ცივილიზაცია, იმიტომ რომ წინ სასტიკი ცხოვრება ელის ყველას და გაანადგურება. Franklin დააპირდიო კიბურგების გაკეთება არ მოგინდება არასდროს. არა, ძმაო, კიბურგმა თუ მოკლა ეს, რა ვიცი. ეხლა კიდე უნდა დაბრუნდეთ, დიდხანს დროში მოგზაურობა არ შეიძლება. თქვენი დროში, თქვენი პიროვნება უნდა არსებობდეს, ამიტომ დაბრუნდეთ უკან და მიხედეთ ყველაფერს. კარგი, Franklin. ეს რა არის? ეს პორტალი უნდა ყოფილიყო დაბლა ჩვეულებრივ ქალაქში დასასრული. ეს არის ციური ქალაქი და დაბლა ჩვეულებრივი. დაბლა ჩვეულებრივი ქალაქი აღარ არსებობს, ყველაფერი სხვა მდაფარა. ეხლა აქ წინ ზღვა არის? კი. ერთი წამი, ბიჭო, ეხლა არ გავგირდი.
ინტერსტელარი გინახავთ ფილმი, იმენა ეგეთი რაღაც არის ზუსტად. საწოდავი ცივილიზაცია, ბიჭო, რაც უდის სიკვდილის გაუნადგურებია Black Mamba-ს. ამიტომ Black Mamba ეხლა წავა თავის ქვეყანაში და ყველაფერს გამოასწორებს, მაო. იჩქარეთ დროის მანქანა შემდეგ განადგურეთ, რაც Sky-ს, ჯობას და ის რომელი იყო კიდე? კაი, ხო, Sky-ს დაებრუნებთ. გქონდეთ თქვენი აეროპერიკო კუნძული. იყავით წყნარად. ავგუსტინიც უნდა არსებობდეს და ყველა თქვენ ბევრი ბუნებრივი კანონი დაარღვიეთ. კაი, რაღაცას ვიზავთ მაშინ. ალბათ საჭირო იყო მეგობრებო და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მაგრამ ჩვენი ძმების დაბრუნება ვაფშე ყველაზე მაგარი იქნება რა. დაბრუნდეთ უკან და ბეხოთ თქვენიცით. კარგად, რა ვიცი, დაგემშვიდობო. კარგად, რა ვიცი, ათენა დამშვიდობებო. რას ვიფიქრებდი თუ ჩემ თავს ოღონდ დაბერებულს ვნახავდი 500 წლის მერე, მაგრამ ჩამეწერა ნორმალურად ის თარიღი რა. ჩემო სიჯი, უბრალოდ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. წავედით, აბა კარგად. აბა კარგად ბიჭო, და თქვენიც. კარგად, ჩემი ძმა, კარგად. ოკეი, წავედით. მიდი აბა მივუთითე. ეხა მე მივუთითებ დროს, ერთი პროსტა ვნახავ რა, იმ დროს საიდანაც დავიწყეთ ნაგავსაყრელზე ცხოვრება. სად დაიწყო ცხოვრება? მე ბიჭო, ოდესღაც ნაგავსაყრელზე ვცხოვრობდი, დაიცადე? აუფრინდეთ. 1, 2 და ფრანკლი, ბიჭო, კიდე რაღაც ხდება. და ესეც ესე. ფრანკლი, გასმალები სად არის? რა ტანსაცმელი მიღადავები ბიჭო? საწაიღე ბიჭო, ასმალები. ტანსაცმელები გამიქრა ბიჭო, იმ დროში დავბრუნდი საიდანაც ამ ეპიზოდების გადაღება დავიწყე და წარმოიდგინეთ, რამდენი წელი გავიდა და ანუ იგივე ზმაზე დამაბრუნა? დაიცადე ბიჭო, როსი კი დაიწყე მოღვაწეობა და იქ მიხვედი სადაც ეხლა ვარ. ეხლა ვართ აქ ბიჭო, მაგრამ სად არის ჩემი ხალხიტო? სად არიან ესენი? გასულები არიან არბაჭ არც მოსაგროვებლო. შეიძლება ბიჭო, მე აი აქ ცხოვრობდი, ხო არ გადავ, ეს იყო ჩემი კარავი აგე რა აქ, აი. ამაში ვიყავი ხოლმე გამოხვეული, აქ თუ წყალი ჩამოდიოდა. არა ბიჭო, წყალი ჩამოდიოდა კი არა, თუ ზაფხულში სიცხე იყო და რაღაც სიგრილეში დაძნება მინდოდა აქ ვიყავი. აქ აგერ ჩვენი ბოსის სკლადი იყო ეგრეთ წოდებული და აქ რაღაც აი მედკიტსა რაღაცებს ვინახავდი და ხო არ გადავ ბიჭო, რა მაგარი დრო იყო. რა იყო ბიჭო, მაგალითად ნაგავსაყრელს ცხოვრება? ხო ბიჭო, მეღადავები. და მოკლედ მეგობრებო, მომდენო ვიდეოში აქ ალბათ რა ვიცი, ჩვენ ძველ მეგობრებს ნახავთ, შევხვდებით დიდი ხნის შემდეგ და ვაჩვენებთ ამ ჩვენ მაგარ მანქანას თუ არ გამოშტერდებიან. ანგარიში რა თქმა უნდა, კлау $0 გვაქვს და ხო არ გადაობის, ისე ერთი ჩავისვა და ვაჩვენოთ მომავალი როგორია. არა ბიჭო, გაგიჟდებიან თუ გარეკავენ ესენი. აქ ისე მეორე ფრანკლინი არ შემხვდეს თო. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში რომელ დროში გადავიდეთ და ხო, ჩვენი ბიჭები უნდა დავაბრუნოთ, ციკლს უნდა გადავარჩინოთ და აუგუსტის ალბათ კлау ჩავხედა თვალებში. წინ მაგარი ეპიზოდები გელით და დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და აუცილებლად მიიღეთ community გამოკითხვაში მონაწილეობა და მითხარით რომელი თამაში გავსწრებოთ Galaxy S25 Ultra-სთან ერთად.